არსებობს ქვეყნები, სადაც ისტორია იწერება და არსებობს ქვეყანა, სადაც ისტორია ფუჭდება, იკარგება და იმალება. ჩრდილოეთ კორეა ერთ-ერთი ყველაზე საიდუმლო, ყველაზე კონტროლირებადი სახელმწიფო თანამედროვე სამყაროში, სადაც ტელევიზორი მხოლოდ ერთ არხს აჩვენებს, ხოლო კითხვა მხოლოდ ერთი წიგნიდან შეიძლება, სადაც ბავშვები ლოცვასავით იმეორებენ ლიდერის სიტყვებს და სადაც ჭეშმარიტება არ არსებობს, არსებობს მხოლოდ ბრძანება. ერთდროს ერთიანი ერი, ახლა ორ ნაწილად გაყოფილი. სამხრეთში სათამჯენებია, ტექნოლოგია და თავისუფლება, ჩრდილოეთში კი მუდმივი აღლომები, გაჭრნილი სიჩუმე და შიში, რომელიც თაობებს გადაეცემა. ეს არის ისტორია, რომელიც იწყება გაყოფით და გრძელდება კონტროლით. ეს არის ჩრდილოეთ კორეა, რეჟიმი, სადაც დრო გაჩერდა, მაგრამ რეჟიმის სათავეში მყოფი დინასტია დღემდე ძლიერია. საუკუნეების წინ კორეის ნახევარკუნძულზე მკვიდრი ხალხი ცივილიზაციას აყალიბებდა. კოგურიოს, ბექჩეს და სილას სამეფოებმა თავიანთი დღის წესრიგი, კულტურაც და იდენტობაც შექმნეს. მათ შორის ბრძოლებით, ალიანსებითა და ერთმანეთში დაპირისპირებებით იქმნებოდა ერი, რომელიც მუდმივად ინარჩუნებდა ერთს, დამოუკიდებლობის სურვილს. დროთა განმავლობაში იბადება ერთიანი კორეა, კოგურიოსა და შემდეგ ჩოსონის დინასტიებით. ეს ქვეყანა იბრძოდა თავისი კულტურის შესანარჩუნებლად ჩინური და მონღოლური ზეწოლის მიუხედავად, რომლებიც საუკუნეების განმავლობაში კორეაში აქტიურად მოქმედებდა. მაგრამ მე-19 საუკუნის ბოლოს, როდესაც იმპერიალიზმი მთელს აზიას მოედო, კორეა რუსეთის, ჩინეთისა და იაპონიის შუაში მოექცა. ყველა ცდილობდა გავლენის გაძლიერებას ამ პატარა, მაგრამ სტრატეგიულად მნიშვნელოვან ნახევარკუნძულზე და ბოლოს გაიმარჯვა იაპონია. 1905 წელს იაპონიამ კორეა ფაქტობრივად დაიპყრო, ხოლო 1910 წელს ეს ოფიციალურად გამოაცხადეს. დაიწყო ჩაგრული კოლონიალური მმართველობა კორეის წინააღმდეგ, რომელიც დაახლოებით 30 წლის განმავლობაში გრძელდებოდა კორეაში. დროთა განმავლობაში აიგზალა კორეული ენა, ტაძრები, ძეგლები, კულტურული მნიშვნელობის ნაგებობები განადგურდა. ხალხი აიძულეს საკუთარი გვარები იაპონურად შეეცვალათ და თაობები იზრდებოდა სიმღერებით, რომლებიც მტერს ადიდებდა და სკოლებში სწავლობდნენ იმას, რომ კორეა არასდროს არ არსებობდა, იყო მხოლოდ იაპონია. ჩვენთვისაც ეს ნაცნობი სიტუაცია არის. მეორე მსოფლიო ომის პერიოდში კორეის სახელმწიფო არ არსებობდა, თუმცა არსებობდა რა თქმა უნდა ხალხი, რომლებიც იძულებით შრომობდა იაპონელების მხარეს. მთელი ომის განმავლობაში კორეელები არა როგორც იაფი, არამედ როგორც მონები ისე მუშაობდნენ იაპონიის არმიის შეიარაღებისთვის. ყველაზე ბნელ და ცუდ ფურცლად ისტორიაში დარჩა მოხალისე ქალების ისტორია. 10,000-ობით კორეელი გოგო, ხშირად მოტყუებით ან ძალით საყვანილი, იყვნენ ასრულებდნენ ეგრეთ წოდებული მოსამსახურე ქალების როლს. სინამდვილეში კი ისინი იაპონური ჯარის სექსუალური მონები იყვნენ. მეორე მსოფლიო ომში კორეის ამბავს გამოვტოვებ და გადავალ 1945 წლის აგვისტოში, როდესაც იაპონია მარცხდება. მთელი კორეა სეიმობდა. ქუჩებში ხალხი ტიროდა, ეხეოდა ერთმანეთს, წვავდა და ფარავდა იაპონურ დროშებს, სამურაის ნიშნებს. 35 წლის ოკუპაცია დასრულდა. თუმცა სახელმწიფო, რომელსაც წლების განმავლობაში საერთოდ არ ჰქონდა სახელიც კი, ახლა თავისუფალი გახდა. მაგრამ თავისუფლება მხოლოდ სიტყვა, როცა ირგვლივ ძლიერები წყვეტენ შენს მომავალს. მეორე მსოფლიო ომში კორეა არ არსებობდა, როგორც სუვერენული სახელმწიფო. ამიტომ იურიდიულად მისი ბედი კვლავ გამარჯვებულ სახელმწიფოთა ხელში იყო. ამ დროს უკვე გამოიკვეთა ახალი გლობალური დაპირისპირება, ამერიკა და საბჭოთა კავშირი. ყოფილი მოკავშირეები იწყებენ ერთმანეთთან გავლენის ზონებისთვის ბრძოლას. ასე იწყება ცივი ომის ერა. 1945 წლის აგვისტოში, როცა იაპონია კაპიტულაციას აცხადებს, საბჭოთა კავშირის არმია ჩრდილოეთით, მანჯურიიდან შემოდის კორეაში. საბჭოთა ჯარები იკავებენ კორეის ჩრდილოეთ რეგიონებს. მათთვის ეს სტრატეგიულად მნიშვნელოვანი ტერიტორიაა. ამავე დროს ამერიკელები ხვდებიან, რომ თუ სწრაფად არ იმოქმედებენ, მთელი კორეა შეიძლება საბჭოთა ზონაში შევიდეს. 8 აგვისტოს საბჭოთა კავშირი იწყებს შეტევას იაპონურ ძალებზე კორეაში,
რამდენიმე დღეში კი უკვე ჩრდილოეთი ნახევარი კონტროლქვეშ აქვთ. ამ დროს ვაშინგტონში ამერიკის სამხედრო ხელმძღვანელები იკრიბებიან სასწრაფო გადაწყვეტილების მისაღებად. 10 აგვისტოს 1945 წელს ამერიკელმა ოფიცრებმა 딘 რასკმა და ჩარლზ ბონსტილმა დღის განმავლობაში უნდა განსაზღვრონ, სად უნდა გაჩერდეს საბჭოთა და ამერიკული გავლენა კორეაში. ისინი იღებენ რუკას და დროის უქონლობის გამო საკმაოდ ბრმა გზით ავლენენ ხაზს. 38 განიცე ჩრდილოეთით შევლენ საბჭოელები, სამხრეთით ამერიკელები. ეს არ იყო შეთანხმებული კორეელებთან და არ იყო ნაფიქრი სამომავლო სტაბილურობაზე. ეს იყო დროებითი ადმინისტრაციული გაყოფა. იდეით, რომ ორივე მხარე ერთობლივად დაეხმარებოდა კორეას დამოუკიდებლობის მოპოვებისათვის. საბჭოთა კავშირი ადვილად დათანხმდება ამ ხაზს. მათთვის ეს ხელსაყრელია. ამერიკული ჯარი კი სექტემბერში იჭრება სეულში და იღებს კონტროლს სამხრეთ ნაწილზე. მაგრამ დროებითი ქახალზე დახაზული ხაზი ძალიან სწრაფად მტკიცე საზღვრად გადაიქცევა. ორივე ზონაში იწყება იდეოლოგიური პოლიტიკა. საბჭოთა კავშირი ჩრდილოეთში ქმნის კომუნისტურ მმართველობას. ამერიკა კი სამხრეთში ხელს უწყობს ანტიკომუნისტურ სტრუქტურებს. ამასობაში კი კორეელი ხალხი კვლავ ვერ იღებს გადაწყვეტილებას, როგორც სურთ მართონ თავიანთი სამშობლო. ქვეყნის ცენტრალური ნაწილი კესონი, რომელიც ისტორიულად მნიშვნელოვანი ქალაქია, მოხვდა ჩრდილოეთში, სეულის სამხრეთში. ოჯახები გაყოფილი დარჩნენ. ბაზრები, გზები, რკინიგზა შუაზე გაიყო და ასე დროებით დახაზული ხაზი, რომელიც რუკაზე მხოლოდ რამდენიმე წუთში გაჩნდა, გადაიქცა საუკუნოვანი ტრაგედიის საწყის წერტილად. ეს არის ძალაუფლების თამაში, ადამიანების სუქს უკან. არც ერთს, არც ამერიკას და არც საბჭოთა კავშირს არ ჰქონდა მორალური უფლება გადაეწყვიტათ ერთ-ერთის ბედი, ისე რომ მათზე აზრი საერთოდ არ ეკითხათ. არც კი სცადეს. ერთი ხელის მოსმით გააყვეს ქვეყანა შუაზე, თითქოს ბაბუის დანატოვარ მიწას ყოფდნენ. არც იმ ხალხს მოусმინეს, ვინც წლების განმავლობაში იბრძოდა დამოუკიდებლობისთვის. არც იმას მიხედეს, როგორ იმოქმედებდა ეს უბრალო ადამიანებზე, ოჯახებზე, ისტორიაზე, კულტურაზე, მთლიანად ქვეყნის სხეულზეც. ამერიკაც და საბჭოთა კავშირიც ცდილობდნენ მხოლოდ საკუთარი იდეოლოგიური სივრცის გაფართოებას. ერთს უნდოდა კომუნიზმის ბასტიონი, მეორეს კი კაპიტალიზმის დამცავი ზონა და ამას ეწირებოდა კორეა. სუსტად ეს არის გეოპოლიტიკა თავისი უტიფარი სახით. როცა დიდი ქვეყნები თამაშობენ, პატარა ქვეყნებს კი შედეგებთან უწევთ ცხოვრება. და ეს ყველაფერი ჯერ მხოლოდ დასაწყისია კორეისთვის. წინ ორი ცალკე ქვეყანა, ერთი სისხლიანი ომი და უკონტროლო დიქტატურა მოდის. 1948 წელს უკვე არსებობდა ორი კორეა. ერთი ჩრდილოეთით, კომუნისტური, კიმ ილ სუნგის მმართველობით, მეორე კი სამხრეთით, ანტიკომუნისტური, ლი სუნგ მანის ხელმძღვანელობით. ორივე მხარე საკუთარ თავს აღიარებდა როგორც ნამდვილ და ჭეშმარიტ კორეას და ორივეს უნდოდა გაერთიანება, ოღონდ მხოლოდ საკუთარი წესებით და საკუთარი დროშის ქვეშ. კიმ ილ სუნგი, მისი რეალური სახელი იყო, ნამდვილი სახელი იყო კიმ სონ ჯუ. სახელი კიმ ილ სუნგ მან მოგვიანებით აირჩია პარტიზანული მოღვაწეობის პერიოდში დაახლოებით 30-იან წლებში, როდესაც მანჯურიაში იბრძოდა იაპონელების წინააღმდეგ. ილ სუნგ ნიშნავს დაჯილდოვებულს, მზისგან დაჯილდოვებულს ან მზის ამოსვლას. კიმ ილ სუნგს, რომელსაც ძლიერი სამხედრო გამოცდილება ჰქონდა და ასევე საბჭოთა კავშირის მხარდაჭერით სარგებლობდა, რწმენით იყო სავსე, რომ შეეძლო მთელი კორეის გაერთიანება და სამხრეთ კორეაზე სამხედრო შეტევის განხორციელება. ის ასევე რამდენჯერმე სთხოვს სტალინს მხარდაჭერას, თუმცა თავდაპირველად სტალინი თავს იკავებს. სავარაუდოდ ეშინია ამერიკელების რეაქციის. თუმცა, როდესაც სტალინი და ჩინეთის ახალი ლიდერი მაო ძედუნი რწმუნდება, რომ ამერიკა პირდაპირ არ ჩაერევა, სტალინი თანხმობას აძლევს ჩრდილოეთ კორეას და იწყება ფართომასშტაბიანი შეტევა ტანკებით, артиллერითა და საბჭოთა იარაღით სამხრეთ კორეის წინააღმდეგ. 1950 წლის 25 ივნისს დილის 4 საათზე ჩრდილოეთ კორეის არმია 75,000 ჯარისკაცით გადაკვეთს 38 პარალელს და იწყებს სამხრეთ კორეაზე თავდასხმას. სამხრეთ კორეას არ აქვს ძლიერი თავდაცვა, მხოლოდ შეზღუდული რაოდენობის ჯარი და არ გააჩნია მძიმე ტექნიკა. შეტევა სწრაფი და მძლავრია. სულ რამდენიმე დღეში ჩრდილოეთ კორეის ჯარები იპყრობენ დედაქალაქ სეულს. შეერთებული შტატებისთვის ეს არ იყო მხოლოდ კორეის საკითხი.
ეს იყო გლობალური სტრატეგიული დაპირისპირების ნაწილი კომუნიზმთან. პრეზიდენტმა ჰარი ტრუმენმა მიიღო სწრაფი გადაწყვეტილება ჩაერიოს კონფლიქტში. ამ გადაწყვეტილებას დაემატა გაეროს უშიშროების საბჭოს მხარდაჭერა. შეიქმნა გაერთიანებული ერების კოალიცია, რომელსაც მეთაურობდა ამერიკელი გენერალი დუგლას მაკარტური. 1950 წლის სექტემბერში მაკარტურის ხელმძღვანელობით ამერიკულმა ძალებმა განახორციელეს ბრწყინვალე სამხედრო ოპერაცია ინჩონის დესანტი. ისინი უკნიდან ესხმიან ჩრდილოელებს და მათ ბლოკავენ. ჩრდილოეთ კორეის არმია იწყებს უკანდახევას. ამერიკულ და სამხრეთ კორეულ ძალებს შეუძლიათ სეულის გათავისუფლება და შემდეგ ჩრდილოეთის საზღვრამდე წასვლა. ამ დროს, როცა მაკარტურის არმია უახლოვდება ჩინეთის საზღვარს, მდინარე იალოს, ჩინეთი აფრთხილებს, რომ მათი უსაფრთხოება საფრთხეშია. მაკარტური გაფრთხილებას არ ითვალისწინებს. 1950 წლის ოქტომბერში ჩინეთი იღებს დრამატულ გადაწყვეტილებას. იგზავნება ასობით ათასი ჯარისკაცი, ეგრეთ წოდებული პეიპინგის მოხალისეთა არმია, ჩრდილოეთ კორეის დასახმარებლად. დასავლეთის ძალები მოულოდნელად იღებენ მძლავრ დარტყმას. ისინი იზოლებული არიან უკან დაიხიონ. ომი გადადის სისხლიან ჩიხში. საზღვარი კვლავ 38 პარალელზე ბრუნდება. კორეის ომი 1953 წლამდე გაგრძელდა. თითქმის 3 წელი. უაზრო შეტაკებები, ნახევარკუნძულზე დანგრეული ქალაქები და ასობით ათასი დაღუპული. 1953 წლის 27 ივლისს მხარეები აწერენ ხელს საომარი მოქმედებების შეწყვეტის შეთანხმებაზე, მაგრამ მშვიდობის ოფიციალური ხელშეკრულება არასდროს გაფორმებულა. დღემდე ჩრდილოეთ და სამხრეთ კორეა ტექნიკურად ომში იმყოფებიან. ომის დასრულების შემდეგ კორეის ნახევარკუნძულზე დაწყებული გზა ორ სრულიად განსხვავებულ მიმართულებას მიჰყვა. სამხრეთში განუწყვეტელი პოლიტიკური მერყეობა და ეკონომიკური რეფორმები დაიწყო, რომელიც დღემდე გრძელდება. მაგალითად, ბოლო პერიოდში სამხრეთ კორეის პრეზიდენტს მოუწყვეს იმპიჩმენტი, ხოლო ჩრდილოეთ კორეაში კი ერთპარტიული ტოტალიტარული რეჟიმი დამყარდა. კიმ ილ სუნგი, რომელიც ჯერ კიდევ ომის წინ საბჭოთა კავშირის მიერ იყო შერჩეული ჩრდილოეთ კორეის ლიდერად, ომის შედეგად უკვე იქცა გამარჯვების სიმბოლოდ ჩრდილოელი მოსახლეობის თვალში. თითქოს მან დაამარცხა იაპონელებიც და შემდეგ ამერიკელებიც. რეალურად კი ის იყო საბჭოთა სამხედრო და პოლიტიკური სტრუქტურების მორჩილი ფიგურა, რომელიც მოსკოვის მხარდაჭერითა და ინსტრუქციებით მართავდა ქვეყანას. კიმ ილ სუნგი ხელმძღვანელობდა კორეის მუშათა პარტიას. მან მალევე გაანადგურა თავისი მეტოქეები, როგორც პარტიის შიგნით, ასევე მის გარეთ. დაიწყო შიშის კონტროლისა და ძალადობის სისტემა. სახელმწიფო უშიშროების სამსახურები აკონტროლებდნენ არა მხოლოდ პოლიტიკოსებს, არამედ უბრალო ხალხსაც. შეიქმნა სონგბანის სისტემა, რომელიც იყო სოციალური კლასიფიკაცია და განსაზღვრავდა ვის რა უფლებები ჰქონდა ადამიანების ოჯახურ წარმოშობას, წარსულს, პარტიისადმი ლოიალურობას და თქვენ წარმოიდგინეთ აზრებსაც კი. ათასობით ადამიანი გააგზავნეს შრომით ბანაკებში, ზოგი კი სიკვდილით დასაჯეს. კიმ ილ სუნგი, როგორც ყველა კანდიდატისმანი შეპყრობილი დიქტატორი, თავის კულტს აქტიურად ავრცელებდა. მას უწოდებდნენ დიდ ძეს, მამასა და მამალდროულად ღმერთს. მასზე იწერებოდა ზღაპრები, ვიგავები. მის დაბადებასთან დაკავშირებული იყო მითი, თითქოს კიმ ილ სუნგი დაიბადა წმინდა მთაზე და მის დაბადების დროს საში ვარსკვლავების გამოჩნდნენ. ყველაზე მთავარი კი მის მმართველობაში იყო დინასტიის შექმნა. 70-იან 80-იან წლებში დაიწყო მისი შვილის კიმ ჩენ ირის პოლიტიკაში წამოწევა. კიმ ჩენ ირის მმართველობასაც უკავშირდება მნიშვნელოვანი ამბები, რა თქმა უნდა. მაგალითად, როგორიცაა ქვეყნის სრული იზოლაცია, ეკონომიკის კოლაფსი და ამის შედეგად შიმშილი. ამ პერიოდში დაახლოებით 600,000-დან 2 მილიონამდე, დღემდე ზუსტი რიცხვები ცნობილი არ არის, ადამიანი დაიღუპა. ხალხი ჭამდა ბალახს, ფესვებს, ხის ქერქს და იყო ასევე კანიბალიზმის შემთხვევებიც. კიმ ჩენ ირი კინემატოგრაფიის დიდი მოყვარული იყო, თუმცა მის ცხოვრებაში რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, სწორედ მან დაიწყო ბირთვული იარაღის განვითარება, როგორც გადარჩენის გარანტია. თუმცა ყველაზე მნიშვნელოვანი ჩრდილოეთ კორეის ისტორიაში არის კიმ ჩენ ინის მმართველობის პერიოდი, შვილის. იგი დაიბადა 1982 ან 1983 ან 1980 წლებში.
არც ეს არის ზუსტად ცნობილი, რადგან ჩრდილოეთ კორეაში თარიღების პროპაგანდის ნაწილია და წელთაღრიცხვი იწყება კიმ ილ სუნგის დაბადების დღიდან. ჩრდილოეთ კორეა და მისი მმართველობა საშვილიშვილოს საგვარეულო ბიზნესად არის ქცეული. მოდი დავუბრუნდეთ ისევ კიმ ჩენ ინს. იგი სწავლობდა შვეიცარიაში, თავი გაასაღა როგორც კორეელი დიპლომატის შვილი და ცნობილი ფაქტია, რომ კიმს ძალიან უყვარდა NBA და საერთოდ მაიკლ ჯორდანზე ჭკუა ეკეტებოდა და ჩიკაგო ბულზიც რა თქმა უნდა. კალათბურთი რომ განსაკუთრებით უყვარდა, ეს გამოჩნდა მაშინ, როდესაც ცნობილი კალათბურთელი დენის როდმანი ჩაიყვანა კორეაში ფხენიანში. შავი პალტო, დაძაბული სახე და მკაცრი ვარცხნილობა გამოარჩევს კიმ ჩენ ინს. იგი ყოველთვის ცდილობს მომღიმარი იყოს შეხვედრებზე, მაგალითად ტრამპთან და სამხრეთ კორეის პრეზიდენტებთან შეხვედრის დროს ის ისე გამოიყურებოდა თითქოს სოფლიო პოლიტიკაზე გადაღებულ დოკუმენტური ფილმის მსახიობს გავდა. სანქციებზე მისი პასუხი იზოლაციაა. კიმ ჩენ ინი და ჩრდილოეთ კორეაში აკრძალულია უცხოური მედია. არ არსებობს არც Facebook-ი, არც ინტერნეტი, Instagram-ი, Twitter-ი, აკრძალულია ჯინსების ჩაცმაც კი. კიმ ჩენ ინი არ არის უბრალოდ ავტორიტარული ლიდერი. ის არის ცოცხალი კომბინაცია პოლიტიკის, შოუს, კალათბურთისა და წყალბადის ატომური ბომბის, რომლითაც მთელ მსოფლიოს აშინებს. აქ შევწყვეტ კიმზე საუბარს. ჩემი აზრით ის საკმაოდ ოდიოზური და სასაცილო დიქტატორი არის დღევანდელი გადმოსახედიდან და რადგან მასზე ყოველდღე ისეთ ამბებს ვიგებ, სასაცილოდაც კი არ ყოფნის. ბოლოს კი დავასრულებ ასე. ის რაც დღეს ჩრდილოეთ კორეაში ხდება, არანაირ შემთხვევაში არ არის მხოლოდ იმ დიქტატურის და ავტორიტარული რეჟიმის ბრალი, რაც კიმის საგვარეულოს უკავშირდება. მისი მიზეზი უფრო ფართოა. პირველ რიგში ეს არის საბჭოთა კავშირისა და ამერიკის იმპერიული აზროვნების შედეგი. არანაირი გამართლება არ აქვს ამ ორი იმპერიის ზემოქმედებას და ჩარევას კორეის ისტორიაში და მისი ერთიანობის საკითხში. თუ ვინმე დამნაშავეა, სწორედ ეს ორი ქვეყანა. შეფასებებს დღეს არ გავაკეთებ, ეს თქვენთვის მომინდია. ბოლოს კი გამოიწერეთ არხი, რათა უფრო საინტერესო ვიდეოები შემოგთავაზოთ.